წლებია ერთსა და იმავე დაბრკოლებას აწყდები, ბევრი რამ სცადე, მაგრამ ვერ ხვდები ზუსტად რა საკეთებ არასწორად. შენში არის მთელი საჭირო ინფორმაცია, რომელიც რთული პერიოდების გადალახვაში დაგეხმარება და ამ ვიდეოს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ სავარჯიშოს, რომელიც ამ საკითხში დაგეხმარება. რამდენიმე დღის წინ ეს წიგნი წავიკითხე თვითმფრინავში და ამ წიგნმა სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა რთულ პერიოდებთან დაკავშირებით. ის, რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ცოტათი რთული მოსასმენიც იყოს, მაგრამ დავწუნდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი მიდგომა, რაც შეიძლება კრიზისულ პერიოდებთან დაკავშირებით გქონდეს. მიმართება მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისულ პერიოდთან უნდა შევიდეთ აქტიურ კომუნიკაციაში და უნდა დავსვათ კითხვა. ხომ არ ცდილობს ეს სირთულე, რომ რაღაცა მასწავლოს? ჩემს პირად მაგალითებზე რომ მოგიყვეთ, რომ არა ის რთული პერიოდები, რომლებიც პირად ურთიერთობაში გამოვიარე წლების წინ, ვერასდროს დავინახავდი, თუ სად ვუშვებდი ამ საკითხში შეცდომებს. სწორედ ამ სირთულეებმა შემამზადა იქამდე სანამ ჩემს ამჟამინდელ პარტნიორს შევხვდებოდი, რომ გამხდარიყავი ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა მასთან ხანგრძლივ და უაღრესად ჰარმონიულ ურთიერთობაში ყოფნას. გონებამ ეს სიბრძნები შეიძლება ინტელექტუალურ დონეზე გადასარევად იცოდეს, მაგრამ გამოცდილება არის ერთადერთი სანდო მასწავლებელი. ვინაიდან უშუალოდ კრიზისში ცოტა რთული არის დავინახოთ თუ რის სწავლებას ცდილობს ის ჩვენთვის, მოდი ცოტა შემოვლითი გზით მივუდგეთ ამ საკითხს. საკუთარ თავს დაუსვით ეს სამი შეკითხვა და რაც შეიძლება ვრცლად, სასურველია წერილობითი ფორმით გაეცით მათ პასუხი. პირველი შეკითხვა იქნება, რას იმეორებ ყოველ ჯერზე, როდესაც აი ამ დაბრკოლებას აწყდები. მაგალითისთვის, პირადად მე როდესაც ფინანსურ პრობლემებს წავაწყდებოდი ხოლმე, იმპულსურად ვცდილობდი, რომ როგორმე სწრაფად მომეგვარებინა ეს პრობლემა, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგები მიმეღო. მეორე შეკითხვა არის, რომელ შეგრძნებებს გავურბივარ? ანუ სიტუაცია თუ არ შეიცვლება, რომელი ემოციის შეგრძნებას მაიძულებს? როგორც წესი დაბრკოლების თავი და თავი არის ეს რეპრესირებული ემოციები, რომლებიც პასიურ რეჟიმში გვირევენ ცხოვრებას. და მესამე შეკითხვა, რას მოიმოქმედებდა ჩემი თავის ის ვერსია, რომელმაც უკვე იცის ეს პრობლემა როგორ უნდა გადაჭრას? ან ალტერნატიულად, ჩემი მეგობარი რომ იყოს ამ სიტუაციაში, რას ვურჩევდი? ამ შეკითხვებს სჭირდება დრო და სივრცე. მე პირადად გირჩევთ, რომ ერთ დაჯდომაში არ მოიშოროთ და ერთი კვირა, თუნდაც ერთი თვე და საერთოდ ულიმიტო დრო შეგიძლიათ დაუთმოთ, რომ სიღრმისეულად გამოიკვლიოთ. იმისთვის, რომ ფსიქიკის სიღრმეებში ჩამალული ინფორმაცია ამოვიღოთ, საჭიროა, რომ გონებას მივცეთ ფანჯარა, სივრცე, სადაც გარედან შემოსული ფიქრები არ გადაფარავს შიგნიდან წამოსულ აზრებს. ჩემთვის პირადად ეს ფანჯარა არის მედიტაცია, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც მედიტაცია იყოს. ეს შეიძლება იყოს გასეირნება, წერა, ხეზე კვეთა, არ ვიცი რაღაც, დიხაზე მუშაობა, ხატვა, არჩევანი თქვენზეა მართლა, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი ღრმა აზრები ზედაპირზე ამოიყვანოთ. დავასრულებ წიგნიდან ამონარიდებით, რომლებმაც ინსპირაცია მომცეს, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. ის, რასაც დაბრკოლებას ვეძახით, რეალურად არის გზა, რომლითაც სამყარო და მთელი ჩვენი გამოცდილება გვასწავლის იმას, თუ სად ვართ გაჭედილები. არაფერი არ წავა, მანამ სანამ არ გვასწავლის იმას, რაც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ. Peace.